მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს კვირადღეა 28 დეკემბერი. მე გიბრუნდებით განახლებულ ინფორმაციის სპორტის შესახებ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ რამოდენიმე ჩემპიონატში უკვე საახალწლო შესვენება, რა თქმა უნდა, მე ამასაც მოგახსენებ, ლიგა 1, რომელიც ახალი წლების მერე განახტება, ლა ლიგა ასევე. ლა ლიგაში სიტუაცია ასეა. ლა ლიგაში ბარსელონა 46 ქულით ლიდერობს, ბარსელონა ვირიარეალი ძალიან კომფორტული ანგარიში დაამარხა 0-2. თითქოს ვირიარეალი ყველაფერს ცდილობდა, რომ შემოეტრიალებია ეს მატჩი, მაგრამ ვერ მოახერხა ამ მატჩში შემოტრიალება. ლა ლიგაში საახალწლო დასვენება ჩემპიონატი, რომელიც ეხლა ისვენებს ჩემპიონატის გუნდები, ლა ლიგის ჩემპიონატის გუნდები ისვენებენ. სერიაში მოკლედ დარჩენილ მატჩებს მოგახსენებთ. დღეს მორიგ მატჩი გამართავს ნაპოლი, რომელიც ეთამაშება კრემონეს, ატლანტა კი მილანის ინტერს დღეს სადღაც საღამოს შემოგთავაზებს ამ მატჩს. ეხლა დანარჩენს რა შეეხება პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებს მინდა მოგახსენოთ. პრემიერ ლიგაში, როგორც ვიცით, უნაიტედმა 0-1 მოიგო მინიმალური ანგარიში დაამარხა ნიუკასლი. უნაიტედმა საოცარი ნაბიჯი გადადგა იმ მხრივ, რომ 19 დააგროვა და მე-5 პოზიციას იყოფე ჩელსი და უნაიტედი. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, დანარჩენს რა შეეხება. არსენალი პირველ პოზიციაზე 42 ქულით კი ლიდერობს არსენალი პრემიერ ლიგის ჩემპიონატში. შემდეგი მანჩესტერ სიტი 40 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და აქ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. აქაც უკვე გამოცხადდება შესვენებები, დღეს რამოდენიმე მატჩი ჩატარდება და სათამაშო დღე ამით დასრულდება დღეს პრემიერ ლიგაში. როგორც ვიცით, ანტონ ვილამ ძალიან საოცარი ბრძოლა გაუმართა ლონდონის ჩელსს. ლონდონის ჩელსი თითქოს ცდილობდა და უპირატესობაში აესახა ეს ყველაფერი ანგარიშის თუნდაც, მაგრამ ლონდონის ჩელსი 1-2 დამარცხდა. გილოსთან დამდეგ 2026 წელს სრულია საქართველოს დამდეგ 2026 წელი საუკეთესო წელი ყოფილიყო. კიდე ერთხელ გილოსთან დამდეგ შობა ახალ წელს 2026 წელს. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად. ბოლოს ჩათვა ამ წლის.